გამარჯობა მეგობრებოთი ვიწყებ ვიდეოს ტრადიციულად. მგონია რომ ბევრს საინტერესებს ჩაფხუტის Bluetooth გარნიტურების თემა, შედარება და ამ ვიდეოს ჩაწერის მიზეზი და მიზანი ზუსტად ეგ არის. ჩემი კომპეტენციის და გამოცდილების ფარგლებში ვეცდები შევადარო მოდელები რამოდენიმე ერთმანეთს და თავად გააკეთოთ მე დასკვნები, რომლის შეძენას გსურთ. თავიდანვე ვიტყვი რომ ამ ვიდეოს დადებას ვფიქრობ Motorcycle Club Georgia Facebook ჯგუფში. ამიტომ არ მინდა რომ კომერციული სახე კონდეს, არ ვიტყვი სად რა იყიდება და არ ვახსენებ არაფერს მაგ მიმართულებით, რომ არც მიკერძოებული ვიყო და არც კომერციული ვიდეო გამომივიდეს. ვინც ახალია ამ სფეროში, Bluetooth გარნიტურებში ვერ ერკვევა, იმათთვის ვიტყვი რომ Bluetooth გარნიტურების სამყაროში არის ორი დიდი ბრენდი, ეს არის Sena და Cardo. ორივე ძალიან კარგია, ორივე ხარისხიანია, ორივე პრემიალურია. BMW და Mercedes-ი, ან პირიქით. მღვდელი და მღვდლის ცოლი, ანუ გემოვნების თემა. და ერთმანეთის კონკურენტები არიან, მღვდელს და მღვდლის ცოლს არ გულისხმობ. და ორივე ძალიან ხარისხიან პროდუქტს ქმნიან, ამათზე უკეთესი მე არ ვიცი, რავი, კიდე არის რაღაც ბრენდები, მაგრამ ეს ორია გამოკვეთილი რა. მე BMW, Mercedes ქართული რეალობიდან ანალოგიისთვის მაგიტომ მოვიყვანი. თუმცა Porsche უფრო მე Porsche მირჩევნია ორივეს. მოკლედ საუბარი მექნება სამ მოდელზე, ეს არის Sena-ს წარმომადგენელი SMH5 279 ლარიღის, ყველაზე ბიუჯეტური მოდელია Sena-სი. ეს არის Cardo, ეს არის Cardo-ს ყველაზე ბიუჯეტური მოდელი, დღესდღეობით რაც გამოდის, Cardo Spirit-ი ღირს, ესე ყუთით რო იყიდოთ ერთი ცალი, ერთცალიანი შეკვრა, ასე ვთქვათ, 360 ლარი ღირს. თუ იყიდით dual packs, ანუ ორი მოდული ყველაფერი ორი აქვს, თქვენთვის და თქვენი მგზავრისთვის უფრო იაფი გამოდის, ფასდაკლება აქვს 2 ცალის ყიდვის შემთხვევაში 315 ლარი გამოგდის, dual packs რო იყიდი ერთი ცალის ფასი. ეს არის Sena SF1, ძალიან გავს ეს ორი მოდელი ერთმანეთს, ბევრი რაღაც ანალოგია აქვს, ანუ დინამიკების ზომა ერთია, ეს რომ მოდული რო ეხსნება, აქაც იგივე თემა, ადვილად ეხსნება ამასაც იმასაც. და ეს მესამეც დავამატე, მესამე მოთამაშე მოკლედ ამ განხილვაში. ეს არის როგორც აღნიშნე Sena SMH5, ყველაზე ბიუჯეტური ამ სამიდან. მე პირადად გავუსწრებ მოვლენებს და ვიტყვი რომ ეს მოდელი მომწონს უფრო მეტად. ანუ ფასს რო არ შევხედო, ამას ვიყიდდი. თავარი მიზეზი არის 40 მმ-იანი დინამიკები, ანუ დიდი ზომის დინამიკებია და გამოდის რომ size matters. ანუ კარგი ხმა აქვს. ამათსეც იმათზე კარგი და დიდი ხმა აქვს რა. არც ერთი არ არის, იმას ვიტყვი რომ არც ერთი არ არის პროფესიონალური აუდიო ტექნიკა, არც ესენი, არც პრემიალური მოდელები მუსიკოსებს რომ მოვასმენინოთ. ესენი ალბათ დაგცინებენ ძალიან, იმიტომ მუსიკოსებს განსხვავებული სმენა აქვს, განსხვავებული ყური აქვთ და იმათთვის ყველა სათამაშოა. ანუ შევთანხმდებით იმაზე, რომ ჩაფხუტის Bluetooth გარნიტურები ყოველ შემთხვევაში დაბალფასიანი და საშუალო ფასიანი არის სათამაშო პროფესიონალური აუდიო ტექნიკის კუთხით თუ შევხედავთ. და თუ შევხედავთ თუ ავიღებთ პრემიალურ მოდელებს, იქაც ჩემი აზრით ისინი სათამაშოები არიან. შესაძლოა, ანუ Zoomer-ში იყიდოთ Bluetooth ჩვეულებრივი ყურსასმენები, ანუ არა მოტოციკლის და იმას ბევრად, ანუ 150 ლარად იყიდოთ JBL-ის რამე ბიუჯეტური ხაზის, ან Sony-ის, ან რავი, რაღაც ეგეთი Panasonic-ის ყურსასმენები, ესეთი ჩვეულებრივი რა, ანუ გეიმერული, რო ეძახიან, ან მუსიკის მელომანისტური ყურებზე რო კეთდება. და იმას ბევრად კარგი ხმა ექნება, ვიდრე ამათ და ესენი შეიძლება იმათზე 5-ჯერ ძვირიც იყოს მოდელს. თუ ავიღებთ. მოკლედ დავხვდებით იმაზე, რომ ყველა არის სამოყვარულო ტექნიკა. ყველაფერია შედარებითი. ესენი მაქვს მოსმენილი ესეც. ანუ ამათ რო უსმენ, თავიდანვე აქვს გამოკვეთილად დაბალი ხმა, იმიტომ რომ დინამიკი აქვს 32 მმ-იანი. ეს არც კარგი, არც ცუდია, უბრალოდ მოცემულობაა ესეთი. ანუ პოზიციონირება ამ მოდელების არის, რომ არის ბიუჯეტური. ეს მოდელი არის მაგალითად Sena-ს აპოზიციონირებს ამას როგორც მგზავრის Bluetooth გარნიტურა, ანუ მძღოლს, ასე ვთქვათ, რაიდერს აქვს რაღაც პრემიალური უფრო და ამას ყიდულობს მეორე ნომრისთვის, ასე ვთქვათ. ესეც სავარაუდოდ ეგრე, ან შეზღუდული ბიუჯეტის შემთხვევაში პოზიციონირებაა ამ Cardo-ს მოდელის, რომ ვისაც დამწყები ბაიკერისთვის არის ეს და იმას ალბათ
საბაზისო ამბებზე უნდა იყოს ამ ჩათვალა კარდომ, რომ ამ დინამიკის ზომა საბაზისო ამბებზე ტელეფონზე ზარის პასუხი, მუსიკა გზაში მოусმინო, საკმარისია. ნუ ბიუჯეტით შესაბამისი აქვს. ხო, მაგრამ საოცრება ის არის, რომ ამ მოდელს 40 მმ-იანი აქვს, უფრო კარგი ხმა აქვს, ანუ შედარებული მოქვს ესეც, ანუ რავი, ძალიან ყრუ უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ გაარჩიო, რომ ამას კარგი, უფრო დიდი ხმა აქვს, ვიდრე ამათ. ხო, ხმას რაც შეეხება. ეხლა ამ მოდელს რა თქმა უნდა ესე მარტივად არ არის საქმე, ამას მინუსებიც აქვს თავისთავად. მოდი კარდო და სენა შევადაროთ, მაინც ბრენდების ჯახი გამოგვივიდეს. ხო, ამ კარდოს აქვს 32 მმ-იანი დინამიკი, ამას აქვს 40 მმ-იანი. ხმა უკეთესია. მაგაზე შევთანხმდით. თუ ვინმე არ მეთანხმებით, რომ ამ მოდელს ამასთან შედარებით ხმა უკეთესი აქვს, ეხლა ფული მჭირდება, მანქანა მყავს გასაკეთებელი და შემიძლია დაგენიზლაოთ $100-ზე, 200-ზე, 300-ზე, რავი. ან ჟესტი თუნუქის გაკეთებას დაგენიზლავებით არ არის პრობლემა. ანუ მიუკერძოებლად ვიტყვი, რომ ამას უკეთესი ხმა აქვს ვიდრე იმას. ფასიც იაფია და ბევრისთვის ეს არის გადამწყვეტი საკითხი. დანარჩენი უკვე გემოვნების თემაა და დიზაინის, რა ვიცი. ეს არის შედარებით ფასი იაფია და მინუსებიც ექნება, რა თქმა უნდა. შედარებით ძველი მოდელია და მის სიძველეზე მეტყველებს დამტენი პორტი. ეს არის ვერა და ვერ გადაიყვანეს Type-C პორტზე ეს მოდელი არის micro USB, ამას აქვს Type-C, ამ Sena SF1-საც Type-C აქვს. შესაბამისად Type-C პორტიანი მოდულები უფრო სწრაფად დაიტანება, ესენი უფრო ნელა. ზუსტად არ მახსოვს, მე მგონი 2 საათი ნახევარი წერი ამ მოდელს. და ამათ საათი პლუს რა, უხეშად ეგრე. ნუ ეგ პლუსია ამათი მიმართულებით. ხო, კიდე რა პლუს მინუსები. ამას კიდე მინუსი ის აქვს, რომ Bluetooth სისტემა ტექნოლოგია არის შედარებით ძველი 4-დან 0-ია, როგორც მახსოვს და ამას აქვს 5 და 2 და ამ Sena-ს აქვს 5 და 0. ხო, ეგ დიდე რავი, მაგას ვერ მიხვდებით ალბათ. გადაცემის სიჩქარეში იმდენად მცირე სხვაობაა, რომ რავი, პროფესიონალური აუდიო ტექნიკა არ არის ეს და ვერ მიხვდებით მაგას დამიჯერეთ. ხო, ეხლა დანარჩენი. ამ მოდელს აქვს ეს გარნიტურა უკავშირდება SMH5 ორ Sena-s მოდულს და ესეც უკავშირდება ორს. ანუ აქ არაფერი განსხვავებული არ არის, აქაც იგივე თემაა, განსხვავება არ არის. 400 მეტრი აქვს ინტერკომი და ინტერკომამდე, ანუ რეინჯი, ამას 400 მეტრი აქვს, ამასაც 400 მეტრი აქვს და ამას აქვს უფრო ნაკლები 200, როგორც მახსოვს, თუ არ ვცდები, 200. ნუ ამას შედარებით ნაკლები აქვს, 200 თუ 250, ეს ზეპირად ყველა ციფრი არა მაქვს თავში. ხო. კიდე პლუს მინუსები, ან პლუსი არის, რომ აი ესეთი მოხსნადია ადვილად, დატენვა როცა გინდათ და არ გინდათ, რომ ჩაფხუწევე შეაერთოთ კაბელი, ესეც გაქვთ და ჩამკეტი მექანიზმი მომეწონა, სხვათა შორის აი ესეც ძალიან მაგრად ჯდება. აი ეს და ჩამკეტი კბილი აქვს და ძალიან რთულია აი ამაზე რომ ხელი მოგიხდეს და ამოგიხდეს შანსები, რავი, არ არსებობს. ამ მოდელსაც ველმოდური აქვს ჩამკეტი, აი ესეთი რელსია. და ამაშიც კაპდება. თუმცა აქედანაც შესაბამისად ამოწყაპების შანსი მცირეა. უბრალოდ ამას მინუსი ამ მოდელს ის აქვს, რომ თუ გინდათ რომ გარნიტურა ცალკე დატენოთ, ამ კაბელების გამოერთება გიწევთ. აი ესე ერთდება და უნდა დატენოთ, მე ესე ჩაერთოთ. ანუ ეს გამოძრობა მიერთებისადმი მეგობრული არ არის, ეს არის. ეს Sena SF1-იც არის მაგ მიმართულებით. ესე იგივე მსგავსი პრინციპი აქვს, ესე ჯდება. და ამოდის, ეხლა ერთი ხელით ვერ ვაკეთებ. ნუ დამიჯერეთ, რომ ესეა. ხო, ნუ Type-C პორტები აქვს ამ ორ მოდელს. ხო, ამ მოდელის ფასის თქმა დამოვიწყდა, ეს ღირს 387 ლარი, როცა 1 წელს ყიდულობ და როცა 2 წლის ყიდვის შემთხვევაში გამოგდის 358 ლარი. ეს შედარებით ძვირია კარდოს პირიდან შედარებით. მაგრამ პლუსი მოდი ეს ორი შევადაროთ ეხლა უცებ. ჩემი აზრით ამ მოდელის პლუსი არის დიდი, რომ დიდი ღილაკები, კაინო ხელა ღილაკები აქვს, ფოტოტათითებისთვის არის მისწრება. ამას აქვს ესეთი ამოწეული ტაქტილური ღილაკები, აი ესეთი წვეტები აქვს.
ну ამასაც გძნობ, მაგრამ დიდი ჩაწერა ჭირდება ამას. ძალის ხმევა შესაძლოა გოგონამ და შედარებით სუსტმა პიროვნებამ ესე ადვილად ვერ დააჭიროს. ну ეს დამოღამებაზეა პრინციპში. მაგრამ ეს არის, რავი, აი კარაქივით მუშაობს, ვერ აღწდებით, ზუსტად თითი ზომაა. ესეც ხმის აწევა დაწევა, მენიუში შესვლა გათიშვა და ასე შემდეგ. ну პლუს დაუწეროთ სენას მაგ მიმართულებით. ხო, კიდე ამ მოდელის მინუსი ამათთან შედარებით არის ის, რომ ანუ 7 საათი უწერია ბატარეის მუშაობის დრო, ანუ რო დააკავშიროთ Bluetooth მუსიკა ჩართოთ და უწყვეტად მოусმინოთ 7 საათი ძლებს. ეს კარდო ძლებს 10 საათი და სენა ძლებს 14 საათი. 12 თუ 14, ну კარდოზე ცოტა მეტი. სხვა რა შემიძლია ვთქვა. კიდე რა არ მომწონს ახლა გეტყვით, ეს ამის ინსტალაცია არის ძალიან მარტივი. შნურები აქვს წვრილი, აი ეს ჯეკიც შედარებით წვრილია. გადაბმის ადგილი მიკროფონები ერთი ზომა აქვს, დაახლოებით კომპაქტურია ყველა. ამ მოდელების მინუსი ის არის, რომ აი ესეთი ვეებერთელა ჯეკი აქვს, ამის დამალვა ჩაფხუჭ ძალიან ჭირს, ისე რომ სადმე არ დაგაჭიროთ ნიკაპზე ან შუბლზე, რა ვიცი, შუბლზე არა, უბრალოდ ყბაზე სადმე. ამასაც იგივე პრობლემა აქვს. ეს არის 3.5 მმ-იანი ჯეკი და ну რავი ეს ზომა რაც არის ეგ არის. როგორც დააპროექტეს ეგეთია. ჩაფხუტისთვის დიდია რა. აი ახლა პისტაში რო ეს ჩააყენო, მაგარ შარში ხარ, ანუ ამის დამალვა რთულია, ამისიც. ეს ამის დამალვა მარტივია უფრო, მაგრამ პისტაში ჯობია უფრო კარგი ჩააყენოთ, რა ვიცი. ამასაც ეს კარდოც ისეთი ძვირიანი ჩაფხუჭი დგება ალფაინსტარში. და რავი, ამის მფლობელს უთხარი, რომ მეთქი სპირიტი რა დგინდოდა, ბარემ ან მინიმუმ სპირიტ HD გეყიდა თქო, HD-ს უფრო დიდი დინამიკები აქვს. მაგრამ ну რავი, ეს მეყოფა ალბათო და მე განვაახლებო. ну ეგ რავი, ვისაც რისი საშუალება აქვს და რისთვის ჭირდება, ამის საქმე შეასრულებს, რა თქმა უნდა, ჯობი არასდროს არ დაილეო. ზოგი Bluetooth გარნიტურა, ზოგი კი არა, ძალიან ბევრი ჩაფხუტზე ძვირია თვითონ გარნიტურა რა. ჩვენ სადმე რომ მოძრაობთ ხოლმე, სამოგზაუროთ რაღაცა, ჩაფხუტს რო ვდებ, GoPro-ს ხსნი ხოლმე ზედ და გარნიტურას, იმიტომ რომ ჩაფხუტზე ძვირიანია ეგ ორი დეტალი. მოკლედ სულ ეს იყო, მე მგონი, ხმების ხარისხის შემოწმება არასერიოზული მგონია, ეხლა რო ჩართო ვიდეო და ესე მოგასმენინოთ ხო, მაგარი ხმა გძმაო. ეგ არასერიოზულია, იმიტომ რომ ანუ ვერ გადმოსცემს უბრალოდ ტელეფონის მიკროფონი ამას. ანუ ეგ მაგას თქვენ უნდა მოусმინოთ ყურით, ანუ ჩემი თუ გჯერათ, ჩემი გჯერა, ამას უკეთესი ხმა ვიდრე ამათ და უფრო იაფია და ეს ხშირ შემთხვევაში არის გადამწყვეტი ფაქტორი ამ მოდელის ყიდვის, იმიტომ რომ ადამიანი ეძებს მარტივ, მუშა, კარგ ხმიან გარნიტურას და ეს არის ეგ. უბრალოდ მინუსებიც აღნიშნე უკვე რაც აქვს შედარებით. ხო, კიდე ერთი პლუსი რაც შეგვიძლია ამაზე ვთქვათ, მეც პირადად მომწონს, ესეთი მე მაქვს ახლა 30 კას ვიყენებ ამ მომენტში და იმასაც ესეთი ტრიალა აქვს. ძალიან მოხერხებულია ტრიალათი ხმის აწევ-დაწევა და ძალიან მოუხერხებელია კნოპკებით აწევ-დაწევა. ამ შემთხვევაში უფრო მარტივი მოსახერხებელია. ეს ტრიალა ძალიან მაგარია. თან ტრიალა, თან ღილაკი. და ამ მოდელს 2 ღილაკი აქვს სულ. ამას 4 ღილაკი აქვს, ამას 3 ღილაკი აქვს. ანუ გამოსაყენებლად ბევრად მარტივია ეს. ხო, კიდე ერთი მინუსი ამ მოდელის, რომ ეს მოდელი სენას აპლიკაციაში ამ სეტინგებს ვერ ცვლი ვერაფერს. აი ამათ აქვთ უკვე პაძერშკა სენას აპლიკაციას უკავშირებ ამასაც, იმასაც და იქიდან სეტინგებს ცვლი, მაგრამ ეგ არაფერი გადამწყვეტი არ არის. შეგიძლიათ კომპიუტერთან შეერთოთ და იქიდან შეცვალოთ სეტინგებს, სულ 4 სეტინგი აქვს შესაძლებელი, არაფერი განსაკუთრებული. მოკლედ დღესდღეობით სულ ეს იყო ვიდეო. იმედია საინტერესო იქნება თქვენთვის და არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. და ვიმედოვნებ, რომ მიკერძოებულობაში არ ჩავმართმევთ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ვინც არ მეთანხმება, როგორც აღნიშნე, ფული მჭირდება, შემიძლია დაგენიძლაოთ. მოვიწვიოთ 10 ადამიანი ან 3 და მოვასმენინოთ. ნეიტრალური ადამიანი მოვასმენინოთ ის და რომელს არჩევენ. კარგი, მოკლედ დაგემშვიდობებით, ცოტა დიდი ვიდეო გამოვიდა, უფრო პატარას ფიქრობდი, მაგრამ რაც არის ეგ არის.
აბა, კარგად წარმატებები ჩვენ, როგორც სერგი ხოშტარია ეთყო და სერგი ხოშტარიას არხი გამოიწერეთ სხვათა შორის მოტოსინთეზი ქვია YouTube-ზე, ხოლო Instagram-ზე, TikTok-ზე სერგი ხოშტარია შეგიძლიათ მოეძებნოთ ლათინური ასოებით. აბა, კარგად.